იმერეთის ერთ-ერთ მშვენებას პრომეთეს მღვიმეს ვესტუმრა. საქართველოს მოქალაქისთვის შესვლა 12 ლარი ღერს. იწყება ექსკურსიაო. ნავით გასეირნება დღეს არ არის, რადგან წყლის დონე არის ძალიან დაბალი, მაგრამ ხვალ მოვაკითხავთ. ძალიან ბევრი ხალხია, ან ძალიან ბევრი არა ქართველი. ძალიან ცხელა და ტენიანი ადგილია. ცუდი ტენდენცია, რომ ქართველები ჩვენივე მონაგარს არ ვაფასებთ და უცხოელები უფრო აფასებენ ხოლმე. აი, მღვიმეში შესასვლელი. ჯერ არ შევსულვართ და უკვე მაგრაგრელა. მთელი წლის მანძილზე ამ ადგილზე არის 14 გრადუსი. ზამთარშიც და ზაფხულშიც. ესეც პრომეთეს მღვიმის ისტორია. შიგნით უკვე მუსიკალური გაფორმება აქედანვე ისმის. ძალიან ლამაზია. ასეთ ბოძებზე დგას შეყუდებული აქვს. იმედია ეს არ არის რაც იჭერს ხო ამ თელ კლდეს. სრიალაზე და პერიჩანს, მაგრამ არც ეს სრიალა მიუხედავად იმისა, რომ სველია. მე მგონი წითელი თიხაა, ხო? ეტყობა, რომ იზილება. როგორი კრეატიულია ბუნება და როგორი ლამაზი ნაკეთობები აქვს. სტალაგმიტები და სტალაქტიტები. ვიღაცები ექოს ტესტავენ და ყვირიან და მღერიან და იცინიან. თავი მგონია ინდიანა ჯონსში. დამცავი ბადი აქვს ამსახურავს, რომ რამე არ ჩამოვარდეს. ამ მონაკვეთს ქვია მედიას დარბაზი. ულამაზესია. ძალიან უცნაური შეფერილობა აქვს ამ კლდეებს. მართლა როგორ გავს სპილოს, ხორთუმი, პირი და აი ტანი. აქაური ჰაერი ყოფილა სამკურნალო. რომელიღაც ადგილი გავს გულსო, მაგრამ ვერ დავინახე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან ბევრს მამთქნარებს და დედაჩემსაც სხვათა შორის. აი ეს გავს გულს. მთლიანი მღვიმე ყოფილა 14 კილომეტრი და აქედან ტურისტული ზონა არის 1,6 კილომეტრი. აი რა ლამაზია. მთლიანად ალბათ 98%-მდეა ტენიანობა ამ ადგილას. აქ არის ქალის და მამაკაცის ფორმები, რომლებიც ერთმანეთს უყურებენ და ამიტომაც ქვია ამ დარბაზს სიყვარულის დარბაზი. აქ თურმე ქორწილის გადახდაც შეიძლება, ხელის მოწერა. გიდმა გითხრა, რომ ჭერი გავს საქართველოს რუკას. უბრალოდ მე აქ ვერ ვხედავ ამ მომენტში და თან ახლა ვარ 70 მეტრის სიღრმეზე. ეს რა ლამაზია. ძალიან ღრმავდება. ბრჭყვიალებს. გეგონება, რომ წყალქვეშა სამყაროში ხარ, ოღონდ წყლის გარეშე. აი აქაურობა იმსახურებს რაიმე სათავგადასავლო ფილმის გადაღებას. ნაღვენთები შედგება კირქვის, თიხისა და მანგანუმისგან. ახლა იქნება შოუ, რომელიც გია ყანჩელის მუსიკით იქნება გაფორმებული. და ტური დასასრულს უახლოვდება. არა და ძალიან ლამაზია და მომწონდა აქ ყოფნა. ვუბრუნდებით სიცხეს. ოჰო! ისეთი სიცხეა გარეთ იმასთან შედარებით, რაც შიგნით იყო, რომ აქედან ავტობუსი ადის და იქიდან ისედაც იმ ადგილას გამოდიხარ, სადაც ავტობუსით ადიხარ. იმიტომ რომ 1,6 კილომეტრია შიგნით სასიარულო. პირდაპირ სასტუმროში მოვედით. ეს არის ჩვენი სასტუმრო და 2 ფეხის ნაბიჯზეა პრომეთეს მღვიმიდან.